დაჟინებული მოთხოვნით ხელისუფლებას დაუბრუნდა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაგან. აზერბაიჯანი დადგა ეკონომიკური განვითარების გზაზე. დიდება აზერბაიჯანს! დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღს 15 ივნისს, ეროვნული გადარჩენის დღეს. ჰეიდარ ალიევის დაბრუნებით დაიწყო სწრაფი სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. დღეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფო მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის ერისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელი მაგალითია. დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი წარმატებით აგრძელებს ეროვნული ლიდერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ კურსს. აზერბაიჯანი იქცა რეგიონში და მთელ მსოფლიოში ავტორიტეტულ და სუვერენულ სახელმწიფოდ. დიდება აზერბაიჯანი! მოგესალმებით. ეროვნული გადარჩენის დღე მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენად კი არ არის. ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ აიღო ხალხმა თავისი მომავლის, თავისი ქვეყნის ბედი, თავისი სახელმწიფოს განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. და ეს არის ერთგულების სიმბოლო ხალხის. დღეს ჩვენ დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ეროვნულ ლიდერს და კიდევ ერთხელ უჩვენებთ ჩვენს ერთობას, რათა გავაგრძელოთ მისგან ნაბოძები სტაბილურობის და განვითარების გზა. დიდება აზერბაიჯანს! Hörmətli tədbir iştirakçıları, əziz qonaqlar və dəyərli həmvətənlər, bugün biz xalqımızın taleyində mühüm əhəmiyyətə malik olan şanlı bir tarix 15 iyun Milli Qurtuluş günü qeyd edilir. Bugün müasir Azərbaycan tarixində dönüş nöqtəsi olmuş, dövlətçiliyimizin sabitliyimizi və inkişaf yolunda təməlini qoymuşdur. 1993 ilin bu günündə Azərbaycan xalqının ümumilli lideri Heydar Əliyev xalqın tərk etdiyi tələbi ilə yenidən hakimiyyətə qayıtdı və ölkəni vətəndaş qarşı durması, siyasi böhran və parçalanma təhlükəsindən xilas etdi. Onun qətiyyəti, müdürlükli və uzaq görən siyasəti nəticəsində Azərbaycan sabitlik və inkişaf yoluna qədəm qoydu. Heydar Əliyevin qayıdışı ilə ölkəmizdə dövlət quruculuğu prosesi sürətləndi. Hüquqi, siyasi və iqtisadi islahatlara start verildi. Bugün müstəqil Azərbaycan dövləti onun siyasi irsini, xalqına və vətəninə sədaqətinin barizi nümunəsidir. Azərbaycan Respublikasının Prezidenti Cənab İlham Əliyev tərəfindən bugün də ülü öndərin müəyyənləşdirildiyi siyasi xətt uğurla davam etdirilir. Azərbaycan öz suverenliyini qoruyan regionda və dünyada güclü bir dövlət çevrilmişdir. Əziz tədbir iştirakçıları, Milli Qurtuluş günü təkcə bir siyasi hadisə deyil, bu xalqın öz gələcəyini sahib çıxmasının, dövlətçiliyinə, müstəqilliyinə bağlılığının rəmzidir. Bugün biz ülü öndərin xatirəsini dərin ehtiramla yad edirik. Onun bizə bəxş etdiyi sabitlik və inkişaf yolunu davam etdirmək üçün bir daha birliyimizi nümayiş etdiririk. Qoy bu əlamətlər gün xalqımızın daim uğur, dövlətimizə əmin-amanlıq, gənclərimizə vətənpərvərlik ruhu bəxş etsin. Yaşasın müstəqil Azərbaycan, yaşasın Milli Qurtuluş günü. Təşəkkür ederim. მოგესალმებით. გილოცავთ ეროვნული გადარჩენის დღეს. შენი სუნთქვა ვარ სამშობლო, შენი მიწის თქვა მკვერიდან, დაუდუღარი ღვინო ვარ მაჭრა და ნადუღი ქვევრიდან, ცრემს დამთხეული წარსულის გამოძახილი მერმიდან, დაუჩოქებელ წინაპარ ხსოვნა სისხლის მკვერდიდან, ნამუხარ მეხის ხვიტი ვარ, ამოხეთქილი ნერგიდან, უხელთებელი კალმახი ამოსხლეხილი თერგიდან. სულის ჰანგი ვარ უქმესი, გამოყვარული ქნარიდან, ვარ მოვლენილი ტრფიალად და სიყვარულის ეგიდან. გზას ყველა გულში გავიყვლევ, არ მემჭირდება მედიდან, ქართველ მომავლის მსმენა ვარ, სხვა მანაღლებს მედიდან. საფრთხეს ხმამაღლა ვამბობდა, არცხვის სიმორთქვე დალიდან, შენ შემოგევლე სამშობლო, დაგვედებოდეს დრო და ზენამ გიმრავლო შვილების ჯიში, ჯირაგი, გვარი და
გაგენება ვარ იმედის გადახილ გულთაბზარიდან. 1993 წელი სამშობლო დუმს ერი ახლოსა ძმის მიერ ძმისთვის დამიზნებული იარაღი აზერბაიჯანი ფსკულის პირასა მაგრამ ხალხმა იმედით ერთი სახელი წარმოთქვა ეიდარ ალიევი ის შორს ყო მაგრამ მისი გული სამშობლოში ცემდა ნახჩევნი განამოსული სინათლე იყო ეს იყო ხალხის სათხილი აზერბაიჯანს გაუმართოს მისი სიტყვები იმედს გაუდა მისი თვალების მზერა ჩვენში თავდაჯერებულობას იწვევდა ეიდარ ალიევთან ერთად ჩვენ მომავალი დავინახა ვინ გვაჩვენებს გზას ვინ გადაარჩენს ამ ერთს დაშლისგან მე აქ ვარ აზერბაიჯანის მომავლისთვის ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს რომელიც დამოუკიდებელი გახდება საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს. ერთი იმედით ციცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნა და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე. ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ჩვენი ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. Elden karanlıktan bir güneş gibi. yanar vətənə bir nəfəs kimi xalq seni seçdi unutulmuş için იგით გაიტი მილət üçün Oleg, jak młody. Oleg, jak młody si to? Chromatozita. დიდი მადლობა გადავთვალთ ჩვენს სტუმრებს. გასწრებისთვის, პატივს საზოგადოებას, რომ დღეს მოგეცეს საშუალება ამ დღის აღნიშვნის. მადლობა ყველას.